ძალით მგონი ამას გავტეხოთ. აი ესე. ორი ეს ბანკები აიწია, როგორც ხედავთ, იქიდანაც, აქედანაც, ესე იგი, ოპერატიული მეხსიერება დაფიქსირდა თავის ადგილად. არასდროულად ჩაყენების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კომპიუტერს ჩართვისას ექნება პრობლემები. კერძოდ ამას სიგნალის საშუალებით გვაცნობებს პატარა დინამიკი, რომელიც ჩამონტაჟებული აქვს პანელის წინა მხარეზე. ამასაც გაჩვენებთ აუცილებლად. მოკლედ ეს არის ოპერატიული მეხსიერება უკვე ჩაყენდა. შემდეგი რიგის მიხედვით მოდის უკვე ვიდეოკარტა. ეგ დგება ვიდეოკარტა. ამიტომაც ავიღოთ და განვიხილოთ ახლა ვიდეოკარტის ჩაყენება და მისი შესაძლებლობა. ესეც ჩვენი ვიდეოკარტა უკვე დაშლილ მდგომარეობაში. ხედავთ ახლა ვიდეოკარტას აქვს თავისი პროცესორი, აქ უკანა მხარეს მას არაფერი საინტერესო არ აქვს. აქვს თავისი პროცესორი. თუ ვიდეოკარტა აინტეგრირებული მაზერბორდზე, როგორც ისეთ მაზერბორდზე, როგორც ჩვენ გვაქვს შემთხვევაში. ეს ამ პროცესორის ფუნქციას ითავსებს ჩვეულებრივი პროცესორი, რაც რა თქმა უნდა მას ანელებს. მაგრამ უკვე ახალს ვიდეოკარტას აქვს თავისი პროცესორი, ეს არის თავისი მეხსიერების ბანკები, ამ შემთხვევაში ეს არის 512, ამიტომ განაწილებულია. ეს არის ჩვენი ვიდეოკარტა. ვიდეოკარტას აქვს ესეთი ფორმა დაახლოებით. ეს უკვე დაშლილ მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, ესეც თავისი პროპელერის მომძვრალი აქვს, მაცივარის მომძვრალი აქვს და ასე შემდეგ. ჯერ დავიწყოთ ამის განხილვა. ეს არის პროცესორი, თუ ინტეგრირებული მაზერბორდია, ანუ იმ შემთხვევაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ შემთხვევაში მას შეუძლია ხო ვიდეოკარტის გარეშეც მუშაობა. ამიტომ ამ პროცესორის ფუნქციას ითავსებს ჩვეულებრივი დედაპლატის პროცესორი, რაც რა თქმა უნდა მას ანელებს. უკანა მხრიდან მას აქვს ესეთი უკანა მხრიდან საინტერესო არაფერი არ აქვს. ამიტომ ასეთი არაფერი არ არის. ეს ამით ერთდება, რა თქმა უნდა, ამით ჩაყენების ფუნქციას გაჩვენებთ და აქ მაგრდება ასევე კულერი და თავისი მაცივარით. აი ეს არის DVI პორტი. ეს დამატებითი ფუნქცია არ გვინდა და ესე VGA პორტი, ესა DVI პორტი. ახლა რა განსხვავება? VGA პორტი არის უფრო ძველი პორტები და იმისათვის რომ თუ ჩვენს მონიტორს არ გააჩნია მსგავსი, ეს უკვე ახალი თანამედროვე პორტია, რომელიც აგაცილებით უფრო სწრაფია და უკეთეს ხარისხში გადმოგცემს მასალას. თუ არ გააჩნია ჩვენს პროცესორს DVI პორტის მხარდაჭერა, ამისათვის არსებობს სპეციალური გადამყვანი, ეს გადამყვანი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენოთ, რადგან კარგია, ამას დიდი არაფერი სიჩქარეს არ ადიდებს ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ჯობია რომ შევაერთოთ DVI პორტზე. DVI პორტზე შევაერთოთ ჩვენი მონიტორი. ეხლა უკვე დავიწყოთ მისი აწყობა, ეს კულერის დამაგრებულია თავისი ძაბვასთან, აი აქედან და ხდება დაწყობა. პირველ რიგში მაცივარი, ესეთი მაცივარი და მაცივარზე უნდა დავაყენოთ რა თქმა უნდა კონდენსიონერი, რა თქმა უნდა ჩვენი ვენტილატორი. ეს უკვე აიწყო. ეს დამაგრებულია უკვე ვენტილატორი, აქ პატარა ბოლტები აქვს, რომლის საშუალებითაც ხდება მისი დამაგრება. სამი ცალი აქვს, სულ ამ შემთხვევაში 1, 2 და მესამე, აი მესამეც უკვე აქეთ გამოჩნდა. და მისი მონტაჟი ხდება ისე, რომ ეს გუგები, ასე თქვა, დაედოს ზუსტად დაემთხვეს აი ამებს. რა თქმა უნდა, ამას შურუპებიც აქვს და ამის შესრულებას ასევე გამორიცხავს. ესეც უკვე აწყობილი ვიდეოკარტა ჩვენს ხელში. ასე ვთქვათ, ახლა ვიდეოკარტაზე კიდე შეიძლება ითქვას ის, რომ რა გავაკეთეთ ახლა მეტი რა, ეს ვენტილატორი იგივენერად დავშალე, როგორც ჩვეულებრივი სხვა პროცესორის და მის ვენტილატორები და ცალ-ცალკე გავწმინდე რა თქმა უნდა. და ის მისი დამაგრება ხდება პორტების მხარეს, ეს 1, 2, 3, 4 პორტი. მაცივარი მიმაგრებული, აქ ერთი პროპელერი აკლია, როგორც ხედავთ. მაგრამ ეს ჩემსაც აკლია, თქვენსაც არ დააკრება ნამდვილად. დიდი არაფერი, კვებას იღებ ჩვეულებრივად თომიდან და ხდება მისი ჩაყენება. მისი ჩაყენება ხდება აი ამ ადგილას. აი ესეთ შემთხვევაში, ანუ ის უფრო ჩაჯდება და ჩაყენდება. ხა რა თქმა უნდა დაუმისნოთ პირველ რიგში, რომ ის ბუდეში მოთავსდეს. ისე ასევე ჩამკეტის საშუალებით ავტომატურად ჩაიკეტება. მოდი ჩავაყენოთ პროპელერით ქვევით, რა თქმა უნდა. ჩავაყენეთ, როგორც შევთანხმდით, ის ჩადგა. ახლა აქვს პატარა ჩამკეტი, რომელსაც საშუალებით ავტომატურად ჩაიკეტა. ასევე აქვს ერთი შურუპი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დაუჭერთ და ის აქედან უკვე გამოიყურება ესეთი სახის. ის ჩადგა ჩვეულებრივად და დამონტაჟებულია უკვე კომპიუტერში.
სწორედ აი ამ შრუბის საშუალებით ინარჩუნებს ის მდგრადობას, რომ იქით-აქეთ არ ეკანავს, ესეც ჩაყენებულია. შემდეგი ნაწილი რა შეიძლება ჩავაყენოთ? ნუ ესენი უკვე მორჩა, ხა ამ ძირითადი კვების ნაწილები უკვე ჩაყენებული აქვს. ამ შემდეგ იქნება ვინჩესტერი, CDRV დრაივები და ასევე მოდი ჯერ ჩავაყენოთ წინა პანელის საჭირო ინტერიერის რა იქ შევაერთოთ ხმა და ჩართვა გამოთვის ფუნქციები. მოკლედ დავიწყოთ. ეს არის უკვე ჩვენი კეისის წინა მხარე, ესა წინა პანელი. ასე ვთქვათ, ის გამოიყურება, ნუ ამ შემთხვევაში ესე. ეს არის ჩართვა გამოთვის ღილაკი, ეს არის ჩართვა გამოთვის უკვე სქემა. ამას აწერია აქ, რომელია რესტარტი და რომელია გამორთვა, გამორთვას აწერია power, restart-ს კი reset. შესაბამისად, ესე სწორად უნდა ჩავაყენოთ, რომ რამე არ შეგვეშალოს. ნუ დავიწყოთ პირველ რიგში აი ამ ღილაკის ჩასმა. ჩაჭდა სქემა, ახლა ეს ახლა გამოიყურება, როგორც ხედავთ, აქ არის გამოთვის და გადარესტარტების ფუნქციები. ეხლა უკვე მივამაგროთ აი ეს შურუპების საშუალებით ფუნქციების შესაბამისად, რომ არ შეგვეშალოს ეს გამორთვა და გადარესტარტება. ეს ნაწილი უკვე არის ჩვენი წინა პორტები, USB ხმისა და მიკროფონის და მათი შეერთება აუცილებელია. მათი შესაერთებლად ჩვენ გვჭირდება კაბელი, ესეთი კაბელი, რომელსაც ერთ მხარეზე მოთავსებული აქვს აი ესეთი რაღაცეები და მეორე მხარეს აი ეს ჩამრთვევები. ეს ჩამრთველები, რა თქმა უნდა, კეთდება აი ამაში შიგნით, აი ამას სხვა აქვს აქ. აი ამაში მონტაჟდება აბსოლუტურად ადვილად. ესეც უკვე ჩაყენებული, ამის შეცდომაც, რა თქმა უნდა, იგივენაირად გეუბნებით, რომ არ შეიძლება შეგეშალოთ, რადგან მას ერთ მხარეს სარიელი ადგილი აქვს, მეორე მხარეს კი აქვს პატარა პლასმასები, რის საშუალებითაც მიხვდებით, რომ ის იქით ამ მხარეს უნდა ჩადგეს. მოკლედ ეს ყენდება მთავარ პანელზე. ახლა ეს მივამაგროთ ჩვენ კეისის წინა პანელი. ეს უკვე ჩვენი კეისის მთავარი პანელი და წინ მიმაგრებული აქვს, როგორც ხედავთ, ეს ჩაყენდა, მას აქვს ორი ბოლტი, რომლის საშუალებითაც ის დაფიქსირდება. ბოლტების დავაყენეთ, შურუპებით ჩავსვით. ასე რომ ის გადაგვჩენია შევაერთოთ. ახლა გადავდივართ იმ ნაწილზე, რომელთაც წინათ აღვნიშნე, რომ ეზარებათ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ჩვენ წინა პანელი არ მუშაობს, რადგან ეს შეერთება არ არის. მოკლედ გადავდივართ ახლა. ამას აქვს ეს ასეთი პატარა რაღაცეები და ამათ აქვს თავიანთი წარწერები. ზედ. ახლა ჯერ ჩავსვათ ჩვენ პანელი. და შემდეგ ავხსნით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. აი ეს უკვე აწყობილი სახით ჩვენი რესტარტის და გამორთვის ღილაკი. რა თქმა უნდა, მათ უნდა იმუშაონ ჩვეულებრივ რეჟიმში. ესეც ასე, ახლა აქ აქვს შესაერთებლები და მოდი ჩავსვათ ეს უკვე ბუდეში და შემდეგ გავაჩვენებ თუ როგორ ერთდება ისინი. აი ეს უკვე გავიდა, პირველი ზედა USB გავუშვი ზედა მხარეს პანელის და მეორე შეიძლება პატარა უკვე ქვედა მხარეს. თუ გინდა ორივე ზევით გავუშვი, თუ გინდა ორივე ზევით არანაირი პრობლემა არ, მთავარია რომ ესენი მოვიდნენ აი აქამდე. როგორც გითხარით, მათი შეერთების ადგილები არის აი ეს. ამათ ძალიან წვრილი ესვებით აწერიათ რა აქ შესაერთებლები. ოღონდ ძალიან წვრილად, ამას გარკვეული დაკვირვება სჭირდება. და აწერია სახელები, თუ როგორ უნდა შეერთეს, ამიტომაც მათი შეერთება ხდება ესე რა, სახელების მიხედვით. ამას მე ალბათ თალკე რო ავხსნე ვიდეო დედაპლატას, შემდეგ უფრო დაწვრილებით აგიხსნით, იმიტომ რომ ეხლა ამას ვიზუალურად ვერ გაჩვენებ, რადგან კამერა ამას არ დააფიქსირებს ძალიან კარგად. და იგივე შეერთება ხდება ეს უკვე ჩართვა გამოთვის სისტემაში. მოკლედ წინა პანელი უკვე შეგვიძლია მივამაგროთ კეის. ესენ უკვე ჩავაყენე, რადგან სამწუხაროდ როგორც აღვნიშნეთ, ჩემი კამერა ამას ვერ დააფიქსირებს. ამით ძალიან წვრილი წარწერები აქვს. ამიტომაც ეს თქვენ თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მითითებულია მაზერზე აბსოლუტურად დეტალ თუ როგორ შეიძლება მათი ჩაყენება. მოდი უკვე გადავიდეთ CD და DVD დამკითხვებზე. ჯერ ჩავაყენეთ ვინჩესტერი. გადავიდეთ ვინჩესტერის ჩაყენება. ეს არის ვინჩესტერი. ანუ ყველა ფერს რასაც მე კომპიუტერში ვაკეთებთ, ინახავს აი ეს მოწყობილობა.
ეხლა ვინჩესტერი შიგნიდან არის დისკი, ამას ვერ გავხსნი ახლა და ვერ გაჩვენებთ ნამდვილად, მაგრამ შიდა ჩვეულებრივი დისკის ნაირსფერო, ორი მხარეს იწერს რაც საჭირო ინფორმაციას, ანუ რასაც ჩვენ ვწერთ შით. მოკლედ ამას ახლა ზოგი ძახის არის ესეთი მოსაზრება ვითომ რომ ამაში ეს არის ვაკუუმში, ანუ შიგნით ჰაერი არ არის. ეს არის სისულელე, რადგან მისი მოწყობილობა მისი პანელი შეადგენს ძალიან თხელ ფირფიტას, ყოველ შემთხვევაში არ არის იმდენი გამძლეობით, რომ ვაკუუმს გაუძლოს, ვაკუუმის შემთხვევაში აუცილებლად დაიკუჭებოდა. რომ ასე რომ შიგნით ჰაერი არის. ზოგი ძახის ესეთ რაღაცასაც კი. ჰაერი შიგნით არის, რა თქმა უნდა, და ჰაერისათვის მას აქვს სპეციალური უჯრების კი, რომელიც საშუალებითაც მას მიეწოდება ჰაერი. აი ხა რატო? ჰაერის მას მიეწოდება ჰაერი, მაგრამ მას არ შეიძლება მიეწოდოს მტვერი. მტვერის შემთხვევაში, მტვერის მის მიწოდების შემთხვევაში ეს აუცილებლად დაზიანდება. ამისათვის აქვს მაგ უამრავი ფილტრი და დაახლოებით ესეთი ხვეული რაღაცეები აქვს აი ამას შიგნიდან, ხვეული ხაზი აქვს აი ამ პანელის შიგნიდან და იქ არის ფილტრები ჩაყენებული, ძალიან ბევრი ფილტრები, რომელიც საშუალებითაც ამის მასში მოთავსებული ჰაერი იფილტრება. და ისე მიაღწევს უკვე შიგნით. ანუ ჰაერი გადის ძალიან ბევრ ფილტრაციას, რათა მას არ გაყვეს მტვერი. ანუ ჰაერი მას ახლა ვენტილატორებით არ ჭირდება, ძალიან ცოტა რაოდენობით ჭირდება, უბრალოდ შიგნით ეს ვაკუუმში არ არის, იმის თქვა მინდა. იმაში ჩვეულებრივი ჰაერია შიგნით. ოღონდ არ არის მტვრის ნაწილაკები. შეერთება ეს ჩვეულებრივი ახალი ვინჩესტერია, ახალი ძველი ვინჩესტერისგან განსხვავებით უკვე სადაპორტები აქვს ამას. აქ აქვს მასტერის და ანუ ეს მთავარი ვინჩესტერი იყოს თუ არა ეს ზედმეტად გამოიყენება, აქ აქვს მისი ახსნები ეტიკეტზე. რომ იყოს მასტერისთვის ლეიბი, მასტერის მთავარი ვინჩესტერის ლეიბი უფრო დამხმარე ვინჩესტერი. და შესაბამისი გადაადგილების ისინიც გააჩნია. ანუ აქ მითითებულია თუ როგორ გადავაადგილოთ ისინი თუ ჩვენ გვინდა ეს მთავარი ვინჩესტერი თუ დამხმარე ვინჩესტერი. ამ შემთხვევაში რადგან ის ერთი ვინჩესტერი აყენა კომპიუტერში, რა თქმა უნდა იგი არის მასტერი, ანუ მთავარი ვინჩესტერი და მას აქვს ასევე აქედან მიეწოდება კვება, აქედან მიეწოდება SATA პორტი, აქედან უკავშირდება motherboard-ს. მოდი უკვე შევაერთოთ მასზე მოწყობილობა. SATA შევაერთეთ თავის ადგილას, მას აწირია კიდეც რომ ეს SATA არის, მაგრამ ახლა არ ჩანს ნამდვილად. შემდეგი ეს შნური ჩვეულებრივად მეორე მხარესაც რა თქმა უნდა სადადაბოლოებით თავდება. ეხლა ამით ეს სჭირდება ელექტროენერგია. ანუ ელექტროენერგია რა თქმა უნდა მაზერი კვების ბლოკიდან უნდა მივცეთ. თანამედროვე ეს არის ძველი მოდელის შესაერთებლები, ეს არის კვების ბლოკის ძველი მოდელები, ხო, ესენი ერთდება და ეს უკვე თანამედროვე ანუ უფრო ახალი, ეს ისედაც გამოიყენება პენტიუმ 3-ისთვის და 2-ისთვის რა ძველი მისი თაობა. ეს უფრო ახალი თაობაა, ეს უკვე განსხვავებას ალბათ მათ შორის აშკარად იგზნობთ. თეთრი არის ძველი თაობის წარმომადგენელი, შავი კი უკვე ახალი თაობის წარმომადგენელი. ასევე მას ვაერთებთ ვინჩესტერზე თავისთვის აი ამ წარიელ ადგილას. ესეთ მერც და უკვე როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს აუცილებლად უნდა იყოს, რომ ყვითელი იყოს აქეთა მხარე, ყვითელი შნური იყოს აქეთა მხარეს, ანუ მისი შეცდომა არ შეიძლება, მაგრამ ვერც მოახერხებთ ნამდვილად, იმიტომ რომ არანაირად არ ჩაჯდება, და ძალით თუ ჩატენით არ ვიცი და ისე მოწყობილობა, რომ მასში შეცდომით ვერ ჩასვამ კვებას. ვინჩესტერი უკვე მიმაგრებულია. ეხლა შეგვიძლია დავამაგროთ ის კვების. ეს ჩვენს კეისში ეს რა თქმა უნდა მაგრდება აი ამ ადგილას. ვინჩესტერი უკვე დგას თავის ადგილას, ორი ბოლტის საშუალებით დამაგრებულია. ასევე შეგეძლიათ აქ სხვა ვინჩესტერი ჩააყენოთ და ასევე ჩამოყვეთ.